მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. უსამშობლო მოღალატეთა პარტიის წარმომადგენლები უკვე მერამდენე დღეა ტერორში ამყოფებენ მთელ ქვეყანას. არ ვიცი, სადმე თუ არის სახელმწიფო ქვეყანაში, სადაც ესე იგი ანტიდემოკრატიულობაში სდებდნენ ხელისუფლებას ბრალს და წვავდნენ, ანგრევდნენ, ანადგურებდნენ ყველაფერს და ამაზე ხელისუფლება ლოიალურად მოქმედებდეს მათ მიმართ. და მე მიკვირს ასევე ზოგიერთი არც თუ ისე უმნიშვნელო ფიგურის და მე ვფიქრობ, რომ ქვეყნისათვის სასახელო ადამიანის პოზიციები, რომ სოლიდარობას რო უწყადებენ იმ ადამიანებს, ვინც წვავენ და ანადგურებენ. აი მე მაინტერესებს, ვის უცხადებთ თქვენ სოლიდარობას? ვინც ანადგურებს, წვავს ქალაქს და პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებს? თუ პოლიციამ არ უნდა დაიცვას ეს ქვეყანა, რა ქნას პოლიციამ თუ ძალადობენ მასზე, თუ ესვრიან მაშხალებს, თუ ქვებს ესვრიან და რა ქნას პოლიციამ ადგეს და არაფერი არ გააკეთოს. აი რამდენი მოღალატის ლუსტრაცია მოხდა ამ ქვეყანაში, არც კი ვიცი, მაგრამ აი იცით რა არის, მე სიმართლე რო გითხრათ, უკვე აი აღარაფრის იმედი აღარა მაქვს, აი სულ ყოველთვის ესეთ რაღაცები რო ხდება, მე მგონია რამე შეიცვლება, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ იცვლება. თუ ნაციონალები თავისინებით არ წავიდნენ, ჩვენ არ უშვებთ მათ სამსახურიდან და არა და გამოტენილი რომ არის უწყებები, აი ამ დღეებმაც დაადასტურა, რომ რამდენიმე სამინისტროდან და უწყებიდან როგორ კოლექტიურად გააკეთეს განცხადებები იმის შესახებ, რომ მიდიან სამსახურიდან პროტესტის ნიშნად. რაც უფრო მეტი წახვალთ, მით უფრო კარგია, მით უფრო განთავისუფლდება ადგილი პატრიოტსანი და ნორმალური ადამიანებისათვის. მე დღეს ვისაუბრებ ამ თემებზე ჩემს სტუმრებთან ერთად და ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი ქალბატონი ნანა კაკაბაძე. მოგესალმებით ქალბატონო ნანა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ქალბატონო ნანა, აი რასაც ჩვენ ხედავთ ეს დღეებია, რომ ესე იგი ეს მასა, ეგზალტირებული მასა ანგრევს, ამსხრევს. არ ვიცი, ჩვენც ვიკრიბებოდით სააკაშვილის წინააღმდეგ და ფოთოლი არ ვარდებოდა და არც ერთი შუშა არ დამტრეულა და ანუ რაღაცა ექსცესი არ ყოფილა. ესენი რა ხალხია საერთოდ და ვისი ქვეყნის მოქალაქეები არიან, არ ვიცი. თუ არ მოგწონს ეს ხელისუფლება, შენობას რატო ანგრევ? რატო წვავ ყველაფერს ვერ გავიგე? ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ესე იგი სხვა ქვეყანაში იმყოფებიან და სხვა ქვეყნის ესე იგი დასარბევად არიან ჩამოსულები. აი რა განცდა გაქვთ თქვენ, როდესაც ამ ყველაფერს უყურებთ და თქვენ როგორ ფიქრობთ, როდის დასრულდება ეს ვაკხანალია, რომელიც უკვე აი რამდენიმე დღეა გრძელდება? იცით, მე არაერთხელ მithქვამს და ეხლაც მომიწევს ამის გამეორება, რომ ეს ადამიანები არ არიან არანაირი ოპოზიცია ხელისუფლებას. ეს ადამიანები არიან დაქირავებული აგენტები, რომლებიც ასრულებენ იმ დავალებას, რაც მათ აქვს მიღებული გარეთ. და მათი პატრონები, ანუ მათი დამქირავებლები არიან იმ წრის და იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს მიმართ არიან ცუდად განწყობილი ეს ქართული საზოგადოება. ანუ რა უნდათ მათ საქართველოს? მათ უნდათ, რომ ჩვენი სიმწრით და სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა დაგვაკარგინონ, ჩვენი სუვერენიტეტზე უარი გვათქმევინონ და გვაქციონ თავის კოლონია. ამ მიზანს ემსახურებიან ეს ადამიანები, აი რომლებიც ახლა ანგრევენ, ზოგი გაცნობიერებულად, ზოგი გაუცნობიერებლად, ყოველ შემთხვევაში ამათი ამყოლიებელი ამ ხალხის აი ახალგაზრდების და ამ ადამიანების ამყოლიებელები და ესე ვთქვათ, წამქეზებლები არიან სწორედ ის ხალხი, რომლებიც არიან აგენტურა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ძალის. და შესაბამისად იქცევიან, თქვენ თქვით და მეც გავიმეორებ, რომ მე პირადად 70-იანი წლების ბოლოდან ვარ ქუჩაში და ვაპროტესტებ ყველა რეჟიმს, რომელიც კი ჩემ პერიოდში საქართველომ გამოიარა. და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განაცხადო, რომ არასდროს არამს თუ ბარბაროსული ქმედებები, რასაც ესენი ჩადიან, არამედ ჩვენი აქციების დროს მართლაც ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა ხიდან და ერთი ფურცელი არ დავარდნილა
მიწაზე, რომ არ დაგვებინძურებინა და რა თქმა უნდა ზიანი არ მიგვეყენებინა ჩვენივე ქალაქისთვის, ჩვენივე ქალაქის ქუჩებისთვის და მით უმეტეს არ დაგვეზიანებინა ბიუჯეტი და ჩვენს გამო დამატებითი ხარჯების გაღება არ დასჭირებოდა სახელმწიფო ბიუჯეტს. ესენი არიან ადამიანები, თუ შეიძლება ითქვას არა ადამიანები, რომლებიც სწორედ მაგაზე მუშაობენ, რომ როგორმე ჩამოიქცეს, ჩამოანგრიონ ეს ქვეყანა და ზიანი მიაყენონ ბიუჯეტს და კარგად იციან, რომ ეს ბიუჯეტი ეს კალაძის ან რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენლის ჯიბე კი არ არის, ეს არის შეჭირვებული საზოგადოების, სოციალურად დაუცველი საზოგადოების ბიუჯეტი და დანარჩენი საზოგადოების ბიუჯეტი, რომელიც თავის გადასახადებს იხდის იმ საჭიროებებისთვის, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია. წარმოიდგინეთ ესენი ყოველდღიურად მე მგონი მილიონობით ზარალს რო აყენებენ ამ ბიუჯეტს. ეს თანხები ხო უნდა მოხმარდეს სოციალურად დაუცველებს, ბავშვებს, უსახლკაროებს და ისეთ ადამიანებს, რომლებიც ძალიან საჭიროებენ საზოგადოების თანადგომას და ბიუჯეტიდან დახმარებას. ანუ ამათი მიზანი რა არის? ამათი მიზანი არის ის, რასაც აცხადებენ ხალხი გამამწარ. და გვამწარებენ ყველანაირად, რომ სახელმწიფოს არ ქონდეს წამლის ფული, რომ დაეხმაროს გაჭირვებულს, რომ დაუფინანსოს ოპერაციები, ანუ მათ უნდათ რომ ბიუჯეტი და ჩამოშალონ, დაანგრიონ სახელმწიფო და მხოლოდ ესეთ ამღვრეულ წყალში დაიჭირონ თევზი, რომელსაც ესე ქვია მათთვის ძალაუფლება. ამიტომ მე მათ არ განვიხილა ოპოზიცია და არ ვფიქრობ, რომ ეს ბოროტმოქმედები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ოპოზიცია არ არსებობს ამ ქვეყანაში და სამწუხაროდ ოპოზიციური ველი მონოპოლიზებული აქვს უცხო ქვეყნის აგრესიულ ჯგუფებს, აგენტურას, მარიონეტებს, რომლებიც გარედან იმართებიან ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადგიან. მაიცით რა მაინტერესებს, აი თქვენ ახსენეთ, რომ პრინციპში არც ჩანს ეს ოპოზიცია მიშვებული ყავთ ეს ხალხი თვითონ სადღაც იმალებიან ბუჩქებში და არც ჩანან მოწინავე პოზიციებზე, მაგრამ აი იცით რა მაინტერესებს, როდემდე უთმინოთ ჩვენ, ეხა ნებისმიერი თავმოყარე ქვეყანა ეხა რადიკალურ ზომებს მიიღება. კი არის ბევრი დაკავებული, მაგრამ სისხლის სამართლის წესით უნდა იქნეს. ეხა როგორ შეიძლება წვრილმანი ხულიგნებისთვის მისი ადამიანები პასუხისმგებაში, რომლებმაც გადაწყვეს ლამის რუსთაველი. ეს წვრილმანი ხულიგნობაა, რაც მაგათმა გააკეთეს იქ. და მერე კიდე ეს ლიდერები აგებენ პასუხს თქვენ რო თქვით, ის ზიანი მაგათი ბრალა, ვინც არის ორგანიზატორი ამ აქციების, მათ უნდა აგონ პასუხი და მე მგონი უნდა პატიმრობა შეეფარდოს მათ წინასწარი პატიმრობა და დაიწყოს გამოძიება, იმიტომ რომ ეხლა როდემდე ვითმინოთ მართლა ეს ყველაფერი, არც ერთი ქვეყანა ამას არ მოითმენდა, ხო, რასაც ჩვენ ეხლა ვითმენთ. გეთანხმებით, ეს არ ამგონია რომ იქნეს მოთმენილი, მე დღესაც ვილაპარაკე იმედის ეთერში, რომ აუცილებლად ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, კრიმინალს უნდა დაერქვას თავისი სახელი, კრიმინალი, ადამიანის უფლებებს ადამიანის უფლებები. მე ამდენი წელია 45 წელია ქუჩაში ვდგევარ და პირველად გავიგე რომ ადამიანის უფლებების მანიპულირებით შესაძლებელია დაარღვიო მეორე ესე იგი ნაწილის ადამიანების უпростоრად დიდი ნაწილი ადამიანის უფლებები არღვევს მცირე ნაწილი ადამიანებისა არღვევენ ადამიანების დიდი ნაწილის უფლებებს და რაში გამოიხატება ეს რომ ისინი ჩვენს მიერ შეძენილს ქუჩაში დამდგარს კამებია ეს თუ ნაგვის ურნებია თუ კედლებია მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებების რომლებიც ჩვენი კუთვნილებაა ჩვენი ფულით არის ეს შეძენილი გარემონტებული და ასე შემდეგ აზიანებენ ღაბნიან წყვავენ ანადგურებენ აჩანაგებენ და ამით ზიანი ადგება საზოგადოებას და სამწუხაროდ დღეს მე მქონდა ესეთი მოწოდება ხელისუფლებისთვის და სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით ესენი გარდა მორალური ზიანისა რომელიც სახაა და ზედაპირზეა რა მატერიალურ ზიანს გვაყენებენ ეს ადამიანები ჩვენ ესეც უნდა ვიცოდეთ რომ ესენი რა მატერიალური ზიანის მომყენებლები არიან რომლებიც გვეუბნებიან რომ ამათ უკან მდგომი ხალხი რომ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და აგაშენებთ არ მოსულხარ და დაგვაქციეს და რომორენ მე აგვაშენებენ და ვინ აგვაშენებს ის ნაციონალური მოძრაობა სისხლის გუბეები რო ქონდა ქუჩებში თუ ხაზარაძე რომელსაც
გაკოტრებული ყავს ნახევარი საქართველოს და უსახლკაროდ ყავს დატოვებული ნახევარი საქართველოს მოსახლეობა. ეს ადამიანები გვპირდებიან და კიდე მათი მიმდევრები, სექტანტები, ამათი მიმდევრები, ეს რაღაცა ჭეკლასის პარტიები, გვარამია, ახალია, აგარამია თუ ახალია ძველი რა. არა, ერთი რამე. მერაბითული და სააკაშვილის დროინდელი პროკურორი, რომლის ხელშიდაც ყველა ნაძირლობა მაგ პერიოდში კეთდებოდა პროკურატურაში და copy-paste-ით რო გადაქონდათ ბრალი განაჩენში, ეს მის პერიოდში ხდებოდა. სწორედ და ესენი მორენ და აგვაშენებენ. აი ამ რეალობასთან აგვაქვს ჩვენ საქმე და რაღაცნაირად უფრო განმარტებითი სამუშაოები უნდა ტარდებოდეს მედია. ეხლა ერდოღანო ქალბატონო ნანა თითქმის ნახევარი ჯარი და ნახევარი, რა ვიცი მე, ოპოზიცია დაიჭირა იმ ცნობილი გადატრიალების მცდელობა რო იყო. ეხლა ვერ გავიგე, როდემდე ველოლიაო თამათ, ეხლა ადმინისტრაციულ წესით, ეხლა არაფერს არ შველის ეს ადმინისტრაციულში გადაიხდიან ამ ჯარიმებს და თუ ერდოღანმა გააკეთა ეს, თუ პუტინმა, თუ ლუკაშენკომ გააკეთა და იმიტომაც დამყარდა ჩვენ როდემდე ვუყუროთ ამ ყველაფერს ქვეყანა შეიძლება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ აი ესეთი ვაკხანალია იყოს. მე არ ვიცი პროტესტი მაქვს იმისი რომ რატო არაპატიმრებენ ამ ლიდერებს, რატო არაპატიმრებენ იქ იმ დამრბევებს და რატო მხოლოდ ადმინისტრაციული წესით შემოიფარგლება ჯარიმები. ახლა ვერ გავიგე ეს ხო დანაშაულია გადატრიალების თელობა. ან რატო არ იხურება ეს ტელევიზიები, როცა პირდაპირ ეთერში ჟურნალისტები საუბრობდნენ რომ ჩამოვაგდოთ, ავჯანყდეთ, გადავატრიალოთ, მეტი რაღა უნდა თქვას ტელევიზიამ. ყველა ტელევიზია მოქმედებს კანონის დარღვევით. ახლა ვიღაცა როგორია თუ კანონს არღვევს და თუ სისხლის სამართლის დანაშაულს და კონსტიტუციური წესრიგის დამყარების კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ არის მომართული ტელევიზია, რატო ეს ტელევიზიები რო გამოირთოს, ესენი რო დაიჭირონ, დამშვიდდება ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ და აი რატო არ აკეთებენ ამას? აბა თუ ეს ვერ გავიგე სახე ერთი როდემდე ვითმინოთ ეს ახლა ვერ გავიგე. ფაქტია რომ ამ ადამიანებს 600,000-ზე მეტმა მომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ანუ რაღაც საზოგადოების გასაგებია, მაგრამ გერმანიაში ახლა არჩევნებში რომ მიიღოს ჰიტლერის პარტია მონაწილეობა, იქაც მიიღებს 600 კი არა? აი მაგის თქმას ვაპირებს, ზუსტად მაგის თქმას, მაგრამ რომ ისა ამაში უფრო არის ხელისუფლების დანაშაული, რომ არ არის მიწოდებული სრულფასოვნად ის ინფორმაცია, ეს ხალხი რას წარმოადგენს. მხოლოდ ის რომ ეს აგენტურაა და დასავლეთ უნდა მიაწოდოს ზუსტად ესენი რა სახის ზიანს აყენებენ საზოგადოებას, ადამიანის უფლებებს ლახავენ მცირე ჯგუფს ფაქტიურად მონოპოლიზებული აქვს ყველა უფლება და ისინი უხეშად არღვევენ უმრავლესობის უფლებებს ყველა მიმართულებით. ეს იქნება რელიგიური მიმართულება თუ ეს იქნება ყოფითი სოციალური საკითხები და სოციალური უფლებები. აი ესე ზიანს რო აყენებენ ადამიანებს, ეს ინფორმაცია უნდა გქონდეს საზოგადოებას, რომ ესენი მოდიან არა იმისთვის, რომ რაიმე გაუკეთონ ამ საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებას და საქართველოს სახელმწიფოს. ესენი მოდიან შესაჭმელად, გასანადგურებლად, აი იმაზე უფრო 1000-ჯერ მასშტაბური განადგურებისთვის, რასაც ჩვენ ტელევიზიებით უყურებთ. რატო შენ საკუთარ ქვეყანაში რატო უნდა გინდოდეს, რომ დააწვა სკამები, სადაც ხალხი ისვენებს და ჯდება და რომელიც ხალხის ფულით არის შეძენილი. რას გაძლევს, როდესაც შენ ყოფილი იუსტიციის სამინისტროს შენობას თუ სახელმწიფო შენობებს ასხავ საღებავებს და იმაშები დღაბნი, რომელზედაც უნდა დაიხარჯოს 10,000-ობით ლარი, რომ ის ქვევი გამოიცვალოს, გაიფხიკოს ან ისა რა ქვია, გადაიღებოს ან რაღაც ამაზე ხომ იცი რომ ამაზე მიდის ბიუჯეტი და ეს ბიუჯეტი მიდის არა რომელიღაცა მდიდარი ადამიანის ჯიბიდან ან თუნდაც მერის ჯიბიდან, არამედ ხალხის ჯიბიდან. გაჭირვებული ხალხის ჯიბიდან მიდის ეს თანხები და როდესაც ასეთ სიბოროტეს ჩადიხარ, ჯერ არ მოსული ხელისუფლებაში, რომ მოხვალ შენ მე გაუკეთებ სიკეთეს საზოგადოებას. ამიტომ ეს უნდა გაუშიფროს ხელისუფლება, ეს უნდა გააგებინოს, რომ ესენი მარტო ძალაუფლება მინდა და სკამები მინდა კი არა. ესენი მოდიან იმისათვის, რომ გადაგვაგვარონ, გაგვაღატაკონ, გაგვაუბე, რასაც გვიკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში
ის 10-ჯერ უფრო მასშტაბურად რო გააკეთონ. აი ამისთვის მივიდნენ, აი ეხა მივიდნენ პირველ არხზე. მივიდა ეს ნაძირალა, ნინია კაკაბაძე, ეს ერთ ადგილსაც აფეთქებული ბროწეული რო რეზო ამაშუკელმა რო თქვა აფსნაძეზე. მივიდნენ იქა დაადგა ეს ვასიკო მაღლაფერიძე და ეს ისა და უხსნიან ეკარა რატო უხსნი ვერ გავიგე ეს ხო პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია ესე იგი მედიის საქმიანობაში ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა ესე იგი სიტყვის ეს რას ნიშნავდა ეს იყო პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული პირდაპირ მიეჭრე რო დაუდექი იქა და რო ელაპარაკები და უხსნი და მე ეთერს რო უთმობ ეხა რატო უთმობ ეთერს ვერ გავიგე რა დამნაშავეებს უთმობ ეთერს აი მე ვერ გვები ეს ზედმეტი ჰუმანურობა ვითომ დემოკრატიულობა და არსად ასეთი რამე არ ხდება ქვეყანაში ეს არის ბოდიში და უწვინობა რასაც ქვია რა რატო უნდა დასვა ეთერში ეხა ნინია კაკაბაძე და ვიღაცა გაუთვალისწინებელი რაღაცა გაუგებარი არცებები სისხლი უნდა დაეჭირათ ეხა მე კიდე ერთხელ მე არავის დაჭერა მე არ სიამოვნებს და არც თქვენ არ გსიამოვნებს დარწმუნებული ვარ მაგრამ ეხა ქვეყანას თუ ანგრევენ ეხლა ვერ გავიგე და ქვეყანას თუ ამხობენ აბა რა უნდა ქნა სხვანაირად ეხა ჩემთვის იყო აი არ მივესალმები იმას რომ დაუდგა იქ მაღლაფერიძე და ის ბერძენიშვილის თიკო ბერძენიშვილი უხსნიდნენ ამას მე შეიპატიჟეს იქ ტელევიზიაში რატო რისთვის მაინტერესებს გეთანხმებით რომ მე თქვი კიდევაც დღეს რომ ცოტა ადეკვატური უნდა იყოს ხელისუფლება ასეთ დროს და როდესაც ხედავს რომ ესენი მოქმედებენ კრიმინალურად როდესაც ესენი კანონს არღვევენ უნდა მოექცნენ ისე როგორც კანონს არღვევს მაშინ რატო არის ციხეები ამ ქვეყანაში გაუხსნათ ეს ციხეები და გამოუშვათ ეს კრიმინალები გარეთ თუ ასეთი ამაზე ნაკლები დანაშაულის ჩამდენი ხალხი ზის დღეს ციხეებში ძალიან დიდი ნაწილი ადამიანებისა ამათზე გაცილებით ნაკლები და ბევრჯერ ნაკლები დანაშაულები ჩადენენ და ციხეებში ზიან და ესენი ვინ არიან ეს ბანდიტები ესენი რომლებიც სახელმწიფო ქონებას ჩვენ საკუთრებას ანადგურებენ და რჩებიან დაუსჯელები და ეს ამაზე სახელმწიფო აუცილებლად უნდა იყოს ადეკვატური და ეს მოთხოვნა საზოგადოებამ ძალიან მკაცრად უნდა დაუყენოს ხელისუფლებას რომ მოთხოვოს ამ ბარბაროსებს პასუხი და მათი ჯიბიდან უნდა მოხდეს ამ თანხების გადახდა ამიტომ დაიანგარიშონ ყოველი დღე ყოველი მიყენებული ზიანი დაიანგარიშონ ლარებში და გვითხრან რა დაჯდა და გააკეთონ ისე რომ ამ ორგანიზატორებს და ამ პარტიებს გადაახტევინონ ის თანხები რა თანხებსაც ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფლანგინებენ სახელმწიფოს ეს როგორ შეიძლება კაცო გამოხატე შენი გამოხატვის თავისუფლება იმას ნიშნავს რომ შენ გადაწყვეტ და გადაბუგო საზოგადოების საკუთრება გამოხატვის თავისუფლება მაგას ნიშნავს რომ შენ მიუვარდე პოლიციას და იმას რომელსაც ჩვენ ხელფას ვუხდით რომ საზოგადოება დაიცვას და საზოგადოების უსაფრთხოება უზრუნველყოს შენ იმას ცეცხლი წაუყიდო ქვები ესროლო და თავი გაუტეხო და მე იმის ოპერაციებზე კიდე ფული იხარჯებოდეს აი ეს არის ოპოზიცია ეს ოპოზიცია კი არ არის ეს არის კრიმინალი და ამიტომ ამას უნდა მიეცეს კვალიფიკაცია კრიმინალის და ეს ადამიანები რო წავლენ 10 20 100 კაცი რო წავა ამაზე ციხეში მეორეს ეცოდინება რომ ამისი გაკეთება დაჟჯადია დღეს ახენი ამას იმიტომ ბედავენ რომ დაუსჯერია ეს ხალხი დარჩენილი და ამას არავინ არ შეჭის როგორ შეიძლება ადამიანის უფლებები იმას კი არ ნიშნავს რომ შენ ვიღაცა 5 კაცის უფლება დაიცვა და 4 მილიონის უფლება დაარღვიო მაგას არ ნიშნავს ადამიანის უფლებები ადამიანის უფლებები ნიშნავს რომ ეს უნდა იყოს სამართლიანი მიდგომა ყველასადმი ყველა არის კანონის წინაშე თანაბრად პასუხისგებელი ის ადამიანი ციხეში რო ზის და სასჯელს იხდის და უყურებს რომ ამის მიასეთი დანაშაული არ ჩაუდენია რასაც ეს კრიმინალები ჩადიან ქალაქში და ის სასჯელს იხდის და ესენი დაასეირნობენ და ეთერებს უთმობენ ამათ ეს რადაური ლოგიკაა კაცო ეს როგორ შეიძლება ეს არის სამართალი მე რა გამიკვირვებია იცი კაცო ხა უყურებ ამ იმას რაც ხდება მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროსი რომ მართლაც აი მედგრად იცავენ ქვეყანას არა მე კიდე პირველი არხი აი გაუცნობიერებელი ადამიანი მიდის არჩევნებზე მიდის გაუცნობიერებელი ადამიანი და აძლევს ხმას მაშინ ჩნდება ეჭვი რომ ხელისუფლებას აწყობს ასეთი ოპოზიცია რომელიც ესე იგი ამ ოპოზიციის შემთხვევაში ეშმაკებით რო ამოვიდნენ იმიდან რა ქვია ქვესკნელიდან და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში ეშმაკებს მიცემს ხალხი ხმას და ამათ არ მიცემს და ყოველთვის გაიმარჯვებს ოცნება, მაგრამ იქნება.
ჩვენ ინტერესებშია რომ სახელმწიფოში შეიქმნას ჯანსაღი ოპოზიცია და ჯანსაღი ოპოზიცია რო შეიქმნას აი ამათ რო აქვთ ამ კრიმინალებს და ამ აგენტებს რო აქვთ მონოპოლიზებული ოპოზიციური ველი ოპოზიციური სივრცე ეს უნდა გათავისუფლდეს ესენი უნდა გააშიშულდნენ და უნდა დავანახოთ ვინ არიან და ესენი უნდა გაიყარონ ამ ოპოზიციური ველიდან და აქ უნდა გაჩნდეს მართლაც ისეთი ადამიანები რომლებიც ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში იქნებიან რომლებიც ოპოზიცია იქნება ხელისუფლების საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე და არა უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რომ ჩემი სუვერენიტეტი სისხლით მოპოვებული სუვერენიტეტი შემილახონ და უცხო ქვეყნის დაკვეთებია შეასრულონ იმიტომ რომ მე ვასალად აქციოს ჩემი ქვეყანა ვიღაცა სხვა ქვეყნის რომელსაც აი ეს ინტერესები გააჩნია და ამის გულისთვის მე აქ მაკოტრებს ქონებებს მიწვავს და 1000 საშინელებებს მიკეთებს. მე კიდე რა ვერ გავიგე, იცით, აი ბოდიშე თქვენთან, აი მე ვერ ამოხსენი ამ ხალხის და საერთოდ ამ სამთავრობო მედიების მუშაობის სტილი. აი ხა ეთით რაღაცა 3 წუთს ახლა შეიძლება თქვენს გამოგიყვანონ 1-2-3 წუთი დაგითმონ ვიღაცას ახლა იმ დღეს ქალბატონი მაია ნიკოლაიშვილი გამოიყვანეს ზუსტად 3 წუთი მისცეს დრო. აი მითხარი 3 წუთში რა უნდა თქვა ერთი მითხარი. ეხლა როცა ამ კადრებს უშვებ რა ხდება რუსთაველზე. ხო უნდა იყოს ახლა პირველ არხზე მაქვს საუბარი კომენტატორი არ იმაშე არ ლაპარაკობს იმედზე კი ბატონო არის რაღაცა მაგრამ ისიც კიდე რა ვიცი. ესე იგი ამ რუსთავიურზე მიშვებულია კადრი კომენტირება არ ხდება. რატო არ იწვევენ ინტელიგენციის წარმომადგენლებს, რატო არ იწვევენ იმ ადამიანებს, ვინც რაღაცა სიტყვა ეთქმის ამ ქვეყანას? ეს ხალხი აი რატო არ ზის სტუდიებში და არ მოუწოდებს იმ მოსახლეობასაც, რომ ხალხო ესე არ გინდა ცუდია. ანუ რა მაინტერესებს, იცი? სად არის ეს ხალხი? მანდამაიც ამ ბიძინა ივანიშვილის იმაში, რა ქვია, ბანკომატთან რო ელოდებიან ბიძინა ივანიშვილის დარიცხულ ფულებს და წვეულებები რო იმართება და იქ რო გამოჩნდებიან და დიდი სამბით მერე რო ყელმოღერებული ლაპარაკ. ქვეყანა არის ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე. სად არის? კაი, არ გიწევს ეს ტელევიზია, არ გიწევს. ბიჭო, სოციალურ ქსელში მაინც დაწერე. აი ეს ნაციონალები რო აფრიალებენ, მაგალითად, ზოგიერთი სპორტსმენის მიმართვას რო აი ძალადობას ვემიჯდები რაღაცა. აი მე მიკვირს ეს ხალხი, რომლებმაც მილიონები მიიღეს სახელმწიფოსგან, პრივილეგირებული არიან. აი ეს ხალხი რატო არ გამოდიან ეხლა და არ გმობენ რაც ხდება? მე რამდენად ხდება ეს მარტო ეხლა ხო არ ხდება? რამდენი ესეთი არეულობა იყო? სულ მაგაზე მაქვს ლაპარაკი. ფუნქცია რა არის ინტელიგენციის? ფუნქცია რა არის იმ ადამიანების კულტურის ხელოვნების, რომ ქვეყანას რო უჭირს ადგე და შეფასება გააკეთო. აი ვერ გებულობ მე ამას ვერაფერს რა. გეთანხმებით, ნუ არის ძალიან სერიოზული პრობლემები და ამ პრობლემებს დაძლევა ჭირდება. კიდევ 4 წელი აქვს ამ ხელისუფლებაზე, თუ ასეთ ლოიალურ რეჟიმში გააგრძელა, მე უკვე მართლაც ბუნებრივად ჩვენ გავხდებით მათი ოპოზიცია სერიოზული და ვაჩვენებთ მე რას ნიშნავს ოპოზიცია და როგორ უნდა ესეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედება. ჩვენ იმიტომ გვინდა ხელისუფლება რომ დაიცვას უმრავლესობის უფლებები. უმრავლესობით არის ის არჩეული და უმრავლესობის უფლებები უნდა დაიცვას. ეს მცირე ჯგუფები კი არ უნდა დააჯინოს თავზე უმრავლესობას. და კი არ უნდა აბატონოს. ეს არის დიქტატურა, როდესაც მცირე ჯგუფები ხელში იღებენ ძალაუფლებას. დემოკრატია არის უმრავლესობის მმართველობა და არა უმცირესობის. არა მე ბოდიში რო გაწყვეტე მე ამაზე მაქვს ინტელიგენციაზე ხმას რო არ იღებენ ამ უკანონობაზე. ამ შემთხვევაში ამაზე ვსაუბრობ. ნუ ახლა ინტელიგენცია როდის იყო რომ იყო აქტიური და არასოდეს არ იყო აქტიური და სულაც არ მიკვირს არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა ინტელიგენცია წინა ხაზზე ბრძოლის. ყოველთვის ისინი რაღაც თავის კულტურულ სფეროში თავის საქმეს აკეთებდნენ და ეგეც ძალიან დიდი საქმეა ყველამ რო თავის საქმე აკეთებს. არა, ქვეყანა კი აკეთებს, მაგრამ თუ დაგვემხობა ქვეყანა მერე ვერც გააკეთებენ თავის საქმეს და ისინი ნაცების ბოდიშიზე რაჭვე გამოვიდა ის რაჭველი, ის ნიკა რაჭველი როა და მეო ნაციონალი ვინც ოცნების ხარდამჭერსო გამარჯობას არ ვეთქვიო და თქვენც მოგიწოდებთო და ვერ გავიგე იმათ თუ რაჭველი ყავთ, იმათ თუ სეფაშვილი ყავთ, ჩვენ მხარეს არ არის ხალხი, ერთი თათარაშვილი გამოდის, რომელიც მართლა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და კიდე რამდენიმე ისეთი
ადამიანი ვინც ისა და სხვები სად არიან ვერ გავიგე რატო ხმას არ იღებენ იმ დღეს გამოვიდა ხა ჟანრი როლაშვილი პატივს ავწევ მამკაც დიდი მსახიობი იყო დიდი ადამიანია და ნუ აი ვემიჯნები ძალადობასო მისი მეუღლე იყო იმ დღეს იქ ქართული ოცნების შეკრება რო იყო ვეღარ გავიგე ეხა იმ დღეს დავინახე ხა გვარსასახეს არ დავასახელებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატია ერთ-ერთი პიროვნება ცოლი არის მოსამართლე გამოვიდა ცოლმა ხელი მოაწერა იმას რა ქვია იმ დადგენილებას თუ რაღაცა წერილს რომ აი რა ძალადობას მე ვერ ვგებულობ ესე იგი ქმარი არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ცოლი მოსამართლე აწერს ხელს იმას რომ ეწინააღმდეგება რაღაც ძალადობას და რაღაცას და იმ მოსამართლეების რიცხვ შეუერთდა აი ვერ ვგებულობ რა აი ზოგჯერ მგონი აი რაღაცა საგიჟეთში ვართ რა შეიძლება ეგეთი რამე მე ქმარი იქ იყოს ცოლი აქით იყოს აი ვერ ხვდები ესეთი რამე რა არის რა ას სახში რასაკეთებენ არ ლაპარაკობენ სახში მაინც არ ლაპარაკობენ რა ეგრეა და სახელმწიფო პოლიტიკა უნდა არსებობდეს სერიოზული სახელმწიფო პოლიტიკა რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ დღის წესრიგს და არა ეს რა ქვია კრიმინალების ოპოზიცია წოდებული კრიმინალები უცხო ქვეყნის აგენტები კი არ უნდა საზღვრავდნენ ამ ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს არამედ ხელისუფლება იმიტომ რომ უმრავლესობა მათ მისცა ეს მანდატი რომ იყოს ხელისუფლებაში და წარმართოს უმრავლესობის ინტერესები ისე როგორც საჭიროა და უმრავლესობა არ დააჩაგრინოს უმცირესობას რაც დღეს ხდება ყველა მიმართულებით თუ სექტანტი ხარ შენი უფლებები დაცულია და თუ მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი ხარ გადაგიulis ნებისმიერი და ვერსად ვერ დაიცავ შენ თავს ეს რა უბედურება ეს რა მიდგომა ეს სად წაიკითხეს ამათმა ესეთი სტანდარტები არ ვიცი სად მოიკითხეს ეს იქნებ ჩვენც გვიტყვი სად წერია ეს კონსტიტუციაში წერია სადმე ჟურნალში წერია თუ სად წაიკითხეს ეს რომ უმცირესობა მართავს უმრავლესობას და რა ქვია მე უმცირესობა რომ მართავს ამას გე დიქტატურა უმცირესობა როგორ შეიძლება პოლიტიკური დღის წესრიგი გიდგინოს აქ შენ და უმრავლესობა იმას დაასდევენ თავის მართლების რეჟიმში არიან იტყვის ის გაყავდა და ესენი თავის რას გაყავდა დაადოს მკიცებულებები და ამის მერე გაუხსენი ეთერები სანამ ქუჩაში დადის იმასავით კიკასავით და რაღაცა სიგიჟებს აბარაკობს მანამდე რა ეთერები უნდა გაუხსნა იმისი არ იყოს აქამდე ქემაიც ეხლა ეს რიტორიკა შეწყდა 40 წლის და 45 წლის ადამიანი თუ იძახის რომ არ ვიცი რა სქესისავარო არა ეს იყო ნორმა და პრივილეგია მაგასახში ადამიანის სქესში რო ვერ გარკვეულხარ რაში შეიძლება რომ ადამიანი გაერკვა აი ესეთი მომოცებულობა გვაქვს დღესაც ზუსტად გასაგებია დიდი მადლობა ქალბატონ რანა საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და ავიც იმედია რომ რაღაც გამოსწორდება ამ ქვეყანაში და მე ესეთი იმედი მაქვს რომ რაღაცა ერთი თვის მერე დავაგდება კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ, კარგად იყავით, ქალბატონი ნანა კაკაბაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ძვირფასო ტელემაყურებლებო და ერთი რამე უნდა აღინიშნოს მართლაც, რომ აი უკვე ყელში არის ამოსული ესენი რა. ქვეყანაში უნდა დამყარდეს ან კანონის დიქტატურა, ან თვითონ ეს ნაცები და ეს ბოდიში ნაძირლები დაგვიმყარებენ აქ ჩვენ დიქტატურას და სხვანაირად მოგვაქცევენ მე რა ვიცი ხა რა როდემდე შეიძლება უთმინოთ ამ არარაობებს რა როდემდე შეიძლება და როდემდე შეიძლება თავის მართლების რეჟიმში ვიყო ჩვენ და ვაიმე იმას იცით რა არის აი პოლიციელმა რო დაარტყა იცით ეს არ არის სწორი ბიჭო პოლიციელი ადამიანია პოლიციელს ეხა ვერ გავიგე თუ კი აგინებ ლანძღავ შეურაცხყოფ ესური შაშხანას იმას რა ქვია ქვას ესური აბა რას გიზამს პოლიციელი შენ პოლიციელს ვერ გავიგე ის კი არ აქვს რა ქვია უფლება რომ გადაუარო და ხმა არ გაქცე შენ კატასტროფა არის მეგობრებო აი ეხლა ჩვენ სტუმართან გადავალთ სტუდიაში სასაუბროთ სამართლის ექსპერტი უფლებადამცველი ბატონი ალექსანდრე კოფაიძეა ჩვენი გადაცემის სტუმარი მოგესალმებით ბატონო ლექსო ძალიან ბევრი ადამიანი არის დაკავებული ადმინისტრაციული და მაყურებლის საზოგადოებას გაიხარეთ ბევრი ადამიანია დაკავებული ადმინისტრაციული წესით ეხლა ჩვენ ადვოკატები ვართ და ყველას უფლებები უნდა დავიცვათ მაგრამ მე როდესაც ეხლა ქვეყანას მიმხობენ ეხლა ვერ ავდგები და ვერ დავიწყებ იმას რომ იცით რა არის არ დააკავოთ ესა ის ქვეყანას თუ დაამხობენ ხვალ თქვენი ოჯახებიც დაემხობა მე მგონი ესე არის იმიტომ რომ ქვეყნის დამხობა ნიშნავს ყველ პირდაპირ შეხებას მე შენ ძალიან პრობლემასთან თუ ქვეყანა დაემხო რა თქვენ არ შეგეხებათ ეს ყველაფერი და ხალხი ამხობს ეს ქვეყანას ხო ხედავთ რა ხო სამწუხაროდ პირველი კითხვა უნდა გაჩნდეს რომ საიდან აღმოჩნდა ის პიროტექნიკა რომელიც იქნა გამოყენებული მომიტინგეების მიერ
იმიტომ რომ პიროტექნიკას თუ რა შედეგები მოყვება ხოლმე თქვენ არაერთი ალბათ ტელევიზიის მეშვეობით გაქვთ ნანახი ან მაგალითად გაგონილი რომ ეს სიცოცხლის მოსპობასაც კი იწვევს პიროტექნიკის აფეთქება და ამის დამიზნება აბსოლუტურად ყველა წარმოუდგენელია და შესაძლებელია ამას სავალალო შედეგებიც მოყვეს, ამიტომ ყოველად გაუმართლებელია და მე ვფიქრობ უნდა შეწყდეს ეს ძალადობრივი ქმედებები და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს. ჯერ კიდევ ზუსტად დაახლოებით ესე ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ თუ არ ვცდები 1 წლის უკან სოსო გოგაშვილი აღნიშნავდა ხოლმე, რომელიც ეხა დაკავებულია, აღნიშნავდა ხოლმე, რომ ანუ სუსის მოადგილე, მინდა საზოგადოებას უთხრა რომ ეს პიროვნება ვინ არის, აღნიშნავდა ხოლმე, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან აგენტები, რომლებიც არიან დასაქმებული საჯარო სექტორში. ზუსტად ესე აღნიშნავდა ხოლმე ეს პიროვნება და მართლაც და ეს მისი ეს მოსაზრება გამართდა, როდესაც ჩვენ ვიხილეთ საგარეო საქმეთა უწყებაში ასევე სხვადასხვა საჯარო უწყებებში ადამიანების ესე ვთქვათ მიბმულად, ანუ ჯაჭვური რეაქციით განცხადებების გაკეთება, რომ თითქოს და ჩვენ გადაუხვიეთ ევროპულ ღირებულებებს, უღალატეთ ევროპულ ფასეულობებს და წავედით რუსეთისკენ. აი ეს არის ყოველად წარმოუდგენელი და ყოველად მიუღებელი ჩემთვის, რომ აი ეს აგენტურა, რომელიც სახელმწიფო უწყებებში არიან, აბსოლუტურად ლუსტრაცია მოხდა ეხლა დღევანდელი აი ამ პროცესების, საპროცესების მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, რომ ადამიანებმა, ანუ სრულფერმიანად ელჩებმა დატოვეს თანამდებობა იმიტომ, რომ მაგალითად პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რახან თქვენ ევროპა არ ვიღებს, ევროკავშირის ერთში აკეთებს განცხადებას, რომ ყველანაირი ურთიერთობა შეწყვეტილია, ჩვენც ნუ რა თუ შეწყვეტილია ცალმხრივად, ჩვენც რა თქმა უნდა მეტი გზა არ აქვს და ჩვენც ვწყვეტ ყველანაირ ურთიერთობას. და ამის გამო მოკლედ ეს აგენტურა გააქტიურდა და ყველა უწყებაში, სადაც კი ეს აგენტები იყვნენ, ესე ვთქვათ, ჩანერგილები, ყველამ თავი ამოყო და ყველამ განცხადება გააკეთა. ეს არის დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მე მოუწოდებ შესაბამის უწყებებს, რომ არ შეუშინდნენ, ხალხი თქვენს გვერდით არის და არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით იმას, რაც ამდენი ხნის განმავლობაში არ შეგუებივართ. ჩვენ არ შეგუებივართ მონობას და არ შევეგუებით არასდროს მონობას. არავის მხრიდან. ჩვენი თავით ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს, სულ მაგას გავყვირი ვარ. არ იქნება ჩვენი ბატონ პატრონი არც ევროპა, არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც რუსეთი. მაგის იმედი ნურავის ნუ ექნება. ჩვენი თავი უნდა გვეკუთვნოდეს ჩვენ. ჩვენ უნდა ვიყოთ სუვერენული სახელმწიფო. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა რა არის? ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე. ნუ ხდება ისე, რომ ჩვენ მაგალითად რაღაცნაირად უნდა წავაქეზოთ ეს ხელისუფლება, უნდა უბიძგოთ, რომ დაიცვან კანონი. არ შეიძლება რომ ადამიანი მაგალითად შუა რუსთაველზე იქნება თუ სხვადასხვა ადგილებში იქნება და იქ აზიანებს ინფრასტრუქტურას, რაღაცა დანაშაული ჩადის და შენ რა ქვია არ რეაგირებ სამართლებრივად, რა თქმა უნდა. მე არ ვიძახი რომ რა ქვია არა სამართლებრივად უნდა რეაგირება მოახდინო. სამართლებრივად ჩვენ თუ თავხდებით რომ ვართ სამართლებრივი ქვეყანა, ვალდებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა ძალოვანი უწყებები ასევე მოიქცნენ სამართლებრივად და ის პროტესტი, რომელიც დღესდღეობით არის, ეს საზოგადოება დღეს თუ ხვალ გაანალიზებს და მიხვდება, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთი ამაყი ქვეყანა და ისეთი ღირსეული ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, რომ პირველი იყო, როდესაც აი ესეთი 9 აპრილთან დაკავშირებით ესე ვთქვათ, ემოციურად ჩვენ ვიმოქმედეთ და ემოციურად პირველი დამოუკიდებელი ქვეყანა აღმოჩნდით. და რატომ იცით? იმიტომ რომ ჩვენ ძალიან იმპულსური ხალხი ვართ. და აი ამ იმპულსებს ეხლა სწორედად მართვა სჭირდება და ჩვენ უნდა ვიყოთ წყნარად, შვიდად და უნდა გავაგზავნოთ იმ საერთაშორისო ასპარეზზე სიარული, რაც ეხლა კურსი ავირჩიეთ. დღეს რომ კურსი ავირჩიეთ, ბოლო 30 წლის განმავლობაში ბატონო ნიკოლოზ ეს კურსი ჩვენ არ ქონია. ეს არის იდეალური. ეხლა გვაქვს შანსი რომ დავალაგოთ ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობა და ერთხელ და სამუდამოდ როდესმე აი ეს ჯადოსნური წრიდან უნდა ამოვიდეს.
სუ ერთი და იგივეზე ვტრიალებს, სუ აქციებია. მსოფლიო ვითარდება, მიდის წინ, იქ 1000 გამოგონებებია, 1000 განვითარება, ადამიანები, ახალგაზრდები სხვადასხვა რაღაცეებში ანთხევენ თავიანთ, ესე ვთქვათ, IQ-ს, ანუ განვითარების დონეს. ჩვენ რა ხდება? ჩვენ იმას ვფიქრობთ, ეს ახალგაზრდები იმას ვფიქრობენ, რომ აქციაზე რო გავლენ, შავები უნდა ჩაიცვათ თუ ფერადი ტასაცმელი უნდა ჩაიცვათ. თქვენ წარმოგიდგენიათ? რაზე მსჯელობენ? ეს ხო წარმოუდგენელია, ამიტომ ვერაზოს ვერ განვითარდებით. და მე მოუწოდებ იმ ადამიანებს, ვინც აი ამ ორგანიზებას აკეთებს, იმ დღეს ვიხილე, რომ რაღაცა არიგებდნენ იქ რაღაც თითქოს და ჰუმანიტარული მისიით იყვნენ, რაღაცა შოკი იყო ეს მე რო უყრობ, იქ არიგებდნენ ეს პირზე აი მაგას ვანახებ კადრებში. ხო და 1000 რამეს არიგებდნენ იმისთვის, რომ ეს ადამიანები, ეს ახალგაზრდების გაჩვენოდათ, განცდა, რომ უნდა ებრძოლათ, წარმოგიდგენიათ? ვისთან უნდა ებრძოლოთ, ესა ახალგაზრდებო თუ ძველგაზრდებო? ეს არის საშინელება, რომ ვიღაცა გეუნება, რომ მიდი და შენ სამართალდამცავს დაარტყი, პოლიციელს დაარტყი. თუ რამე გინდათ, ვილაპარაკოთ და ილაპარაკეთ, არა თუ ვიღაცას ურტყათ. და ნუ ბრმა იარაღებად ნუ იქცევით. არავის გამოაყენებინოთ თავი და კრიტიკული ანალიზის შესაძლებლობა გეყოთ. რომ გაყვირი ხართ, არა რუსეთი რა შუაშია? სად არის აქ რუსეთი? ან სად არის აქ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო? როდესაც დღევანდელი ხელისუფლება იძახის ერთ რამეს, რომ არ მიგვიღო რუსეთმა ისეთი როგორიც ვართ, ისეთი იდენტობით როგორიც ვართ. ამიტომ რუსეთმა და ევროკავშირმა. ბოდიშით, ევროკავშირმა არ ვიღო ისეთი როგორიც ვართ. ამიტომ უნდა გადავაფასოთ ჩვენი ღირებულებები. მაგას იძახიან. და თუ ერას აკეთებთ? არა, ერთი რამეა, ეხა ფაქტი ერთია, რომ ყველა პროტესტი საქართველოში იწყება აი ამ რუსეთის თემით. აი რუსეთი. აი ამ დროს ეხლა რაშუაში იყო მართლაც გეტყვი მე ალექსანდრეს, რუსეთი რაშუაში იყო, როცა ევროკავშირმა თვითონ დაიწყო მოქმედებები ჩვენს წინააღმდეგ. ხო, ეხლა აი ევროკავშირის ელჩი გამოდიოდა შეიძლება ამათ რა გონი და იძახოდა ესეთ რამეს, იძახოდა რომ ყველანაირი კარები დაიხურა და ევროკავშირის გზა ჩაკეტილია. ეხლა გამოვიდა პრემიერი, თქვა, კაი მორჩა ეს არჩევნები აღარ ვარ საარჩევნო რეჟიმში და გამოვიდა თქვა რომ რახან დაიხურა კარები, ეხლა ჩვენს კი ბატონო 4 წლის განმავლობაში სანამ ჩვენ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება ვართ, ჩვენც დავხურავთ კარებს, ანუ იმიტომ რომ გზა არ არის. არ დაუტოვეს გზა და რა მოხდა აქ, რა დაიქცა ქვეყანა. ეს არის ხელოვნურად მართვადი ეს ყოველივე. ეს არის სამწუხარო. მე კიდე რა ხდება უყურეთ ეხლა ჩვენ ხედავთ აი თქვენ ახსენეთ რაღაცებს არიგებენ რომ ბავშვების ჩართვა დაიწყეს კაცო ამ აქციებში აი განახებთ აგერ ბავშვებს ურიგებენ იმას რა ქვია რაღაც ნივთიერ გარკვეულ საშუალებებს აქციისთვის ნახეთ აი აი ნენი აუქცანი ბავშვი ერთი მინდო რა სათვალით რა უნდა ეხლა აქ ბავშვებს რა უნდა თან მცირეწლოვანი ბავშვები არიან არასრულწლოვნები ზოგი პატარა 5-6 წლის მერე ნახეთ აგერ კიდე აი შეხედეთ არ არიან ეს ხალხი ჯანმრთელები შეიძლება პატარა ბავშვები გამოყენებული იქნას მერე იმ ბავშვს რაღაცა მოხდეს შეიძლება რომ აი რაღაცა მერე ვინმე მერე თქვას ეხლა აი არ ვიცი ამ შობლებს ტვინი არა აქვს და ჯერ ესე იგი ბავშვობლები დარღვეულია ესეთი ბავშვი შეიძლება სადაც აი ესეთი ხამხრავლობა სადაც ის არის ამ შობლებს ამე ტვინი აქვს თავში მაგრამ რატვიზია ლაპარაკი ხალხი გადასულია ჭკუი და ვის იმედად შეიძლება ის იმედად შეიძლება ყოფნა როდესაც საზოგადოებაში ერთხელ ვიმეორებ ხალხი ვერ მივიდა იმ დონემდე რომ მიხვდეს რომ არ ხდება ესე საკითხის აი რა გინდათ ეხლა მიხვედით იმ შენობასთან ეს რია შენობა არის ევროპა აი შეხვედით თქვათ იმ შენობაში რა მერე აი რა მერე თქვათ აი რომ მივიდნენ იმ შენობას დაარტყეს კრუგი და ესე იგი ურტყამენ იმაში რა არის პარლამენტში რო შეყვალთ ამით ევროპაში შეყვალ აი გაუგებარი ესეთი არანორმალურები რატო ხარ რატო არის 20 წელი ცდელობა რევოლუციის ხო არა 20 წელი შეიძლება პარლამენტის შენობის ესე იგი არა თქვათ შევიდნენ იმ პარლამენტში რა მაგით არც არაფერი არც ქვეყანა ჩამოიშლება რა პარლამენტში შევიდნენ და რა მერე რა მაგით არ თავდება და შეიძლება შევიდნენ და ისე გამოვიდნენ ყაზახეთში გადაატრიალეს ყველაფერი დაარბიეს ყველაფერი და რა მერე
ვიღაცას გონია რომ არა სიმბოლოა გასაგებია პარლამენტის შენობა არის სიმბოლო ვარდების რევოლუციის დროსაც რო შევიდნენ იქა მაგით მერე მოხდა იქ რო შევარდაძე წავიდა გასაგებია რომ ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არ არის ის რასაც თქვენ ესწრაფით ევროპაში თუ გინდათ ბიზიკოებო პარლამენტის გრევით არ ხდება ევროპაში შესვლა არ ხდება და არც ესეთი ლოგიკით კიდე როგორიც თქვენ აზროვნებთ აგერ აი შეიძლება აი ხა ამ ადამიანს უნდა თურმე ევროპაში თქვენ მინდა კითხოთ რა გამოიყენეთ ზოთა ხუთი სამზადენი გაზი ასევე ციტაკის სპრეი რა გაქვთ მათთვის სათქმელი არაფერი მონები არიან უბრალოდ რა ერთი ტიპის მონები არიან რომელიც რუსეთში რო შეგვათრევენ ესე უსირცხვილოდ იცავენ აი ამ პროცესს რა და ძალიან სირცხვილია რა ამდენი ხალხის წინააღმდეგ რო არის აი ეს რაღაცა ჯგუფი რა მე რომელსაც დაუხსეს გაუნათლებელი ტიპი პრეზიდენტაც საშინელებაში კი ანუ საშინელებაში გავიღვიძეთ რა გონია რომ მართლა ჩრდილოეთ კორეა ვარ თქო სერიოზულად მგონია რა მადლობა ეხლა აი ეს კაცი გადაწყვიტავს და ესეთი ნაზი ხმით და ესე თურმე ამან უნდა გადაგვიწყიტოს ჩვენ და ყველაზე უცნაური ის არის რომ ნაცებს ემიჯნებიან და მე ნაცების უხერხულ მდგომარეობაში ვარდები გამოდიხარ და აფორმებ იმას რომ აქ თვითონ ნაცები და ვინარი ნაცი თვითონ ვინარი ნაცი ვინარი ესე იგი შეგენაც მე ვარ ნაცი სადაღე ეს ვიდეო ესეთი არიან აი კიდე ერთხელ ვიმეორებ სამარცხვინო ხალხია სამარცხვინო ბაცადე ორეუნება ბაცადეო კვერენჭხილაძე არის მე მგონი ეს ყოფილი ჟურნალისტი თუ რა ვიცი მოქმედი და არ ვიცი იცით რა შეასაქმე აღა ვიღაცებს გონიათ რომ აი ეს 2014 წლის სცენარი იმუშავებს საქართველოში და ესე არ იქნება რა ესე არ იქნება ვერ გამოვა ესე რომ ამ აქციები იმართება უამრავ ქვეყანაში და მილიონობით ადამიანი გამოდის ყველა ქვეყანაში, მაგრამ ნორმალური წელში გამართულ ქვეყანას ვერავინ ვერ ჩამოშლის. აი, რამდენიც გინდა შეიკრიბო, აი მე რასიზმ, თუ აი შეიკრიბო ხალხი, დაუჭიროს ინტელიგენციის წარმომადგენლები და რა მე ხელისუფლება არის კანონირად არჩეული. რასიზმს მე აი რა უნდა გააკეთონ ერთი მაინტერესებს ეხა ტყვიას ისვრია დაიჭერენ თუ რამეს გადავლენ ზღვარს მიიღებენ რაღაც გარკვეულ ზომებს აი რა უნდა გააკეთონ ამით არაფერი აქ კიდე რაც არის მნიშვნელოვანი საკმაო საკითხი ეს არის რომ პოლიციას აქვს პროპორციული ძალის გამოყენების შესაძლებლობა და ამ პროპორციული ძალას იყენებს თუ ვინმე კონკრეტული პოლიციელი გადააჭარბებს დღეს პრემიერის გამოვიდა და განაცხადა რა თქმა უნდა რეაგირებას მოახდენა ჩვენც მაგის მოლოდინი გვაქვს რომ ყველანაირი რეაგირება უნდა იყოს დაგმობილი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ახალისებული ამას არც მე მივესალმები არც ბატონი ნიკოლოზი და არავინ არ მიესალმება რომ იქ რაღაცა ქართველ კაცს ვინმე მწაქცეულზე ურტყას ამას არავინ არ მიესალმება მაგრამ მაგ გასათვალისწინებელია არც იმას მივესალმებით რომ პოლიციელი თავი გაუხიონ და თავი გაუხრიტონ იმის გამო რომ რაღაცა თავის უფლებას ასრულებს და შესაბამისად ამ კუთხით ვინმე ესე ვთქვათ რაიმე ფორმით ძალადობა განახორციელოს. რა თქმა უნდა, ესაც დასაგმობია. ასევე მე მინდა მიმართო იმ საზოგადოებას რა, რომ თან ამ ხელისუფლების ხარდაჭერია და თან კიდე გამოდიან და იქ რაღაცა მაღალფარდოვანი სიტყვებით იძახიან რომ მე ევროკავშირის რა ქვია წევრი მინდა გავხდეს ჩემი ქვეყანა და მე ევროპელი ვარ და მაშასა და მე ევროპელი ვარ და მსგავსად რომ მსგავსი რიტორიკა რო აქვს და თან ოცნების მხარდაჭერები რო არიან. თქვენ ოცნების მხარდაჭერები კი არა ხართ, თქვენ ხართ ჩანერგილები. და სამწუხაროა რომ ოცნება თქვენაინ ადამიანებს იაგებს პოლიტიკას, ანუ საკადრო პოლიტიკას. HR-ი რაც ქვია, ანუ ადამიანური მართვის რესურსები. აი თქვენ რო ყავხართ ის ადამიანები რომლებიც ახლა გამოხტით და თურმე ახლა აღარ გინდათ ოცნებაში ყოფნა 12 წელი რო ხართ და ახლა თურმე ახლა არის სუდი ოცნება ხო აი თქვენ მოგმართოთ პირველ რიგში თქვენ რომ ნამუსი ოდნავ გქონდეთ წინა ხელისუფლების დროს ხელისუფლებაში იყავით ამ ხელისუფლების დროს ხელისუფლებაში იყავით იმის წინა ხელისუფლების დროს ხელისუფლებაში იყავით კარგით რა თქვენ რომ ნამუსი გქონდეთ ხომ და არ იყოთ ყვარყვარები და უნდა დაგეწერათ აქამდე განცხადება და დავიჯერებდი მაშინ მაგრამ ამასაც არ აკეთებენ არა ისე და ამიტომ ნახეთ ამიტომ ერას ვიძახი
შენ სწორედ თქვი ბატონო ნიკოლოზ, რომ უნდა ესეთ ადამიანებს სათითაოდ უნდა დაიწყოს დღევანდელმა ხელისუფლებამ აი ამ ჩანერგილი ნაცების მხილება. უნდა დაიწყოს მხილება და უნდა თქვა არ გინდა წადი. კადრების რეკრუტირება მოხდება ყოველთვის. ნებისმიერ ძალოვან თუ არაძალოვან უწყებებში პატრიოტები ისედაც არიან, ასედაც არიან და ყოველთვის იქნებიან ჩვენს ქვეყანაში. არა, თავისი თუ არ წავლე თვითონ კი არ უშვებს. ხო და მაგას ვიძახი რა, ანუ არ მიდიან ესენი კიდე, ხო ხედავ არ მიდიან. ხო და თავისი თუ წავლენ, მაგრამ თორე ესენი არ უშვებენ. არ უშვებენ, ხო და მაგას ვიძახი რომ ქართულმა ოცნებამ ხო, ანუ უნდა ანუ ანალიზი უნდა გააკეთოს, თორე ესეთ კრიტიკულ სიტუაციებში, ესეთ ესე ვთქვათ, სიტუაციებში, როდესაც შენ ახლა პირიქით ჭირდება შენი მხარდამჭერების გვერდში დგომა და გესმის ესეთი ჩანერგილი ადამიანების რაღაცა ზედაპირული ანალიზის მეშვეობით განცხადებების გაკეთება და ვითომ კრიტიკა, ხო? ესე იგი უნდა ვიხდე რომ ესენი არ არიან შენი მეგობრები და ვერც იქნებიან შენი მეგობრები. ეხლა მე არ მინდა დღეს ეხლა ვილაპარაკო აი მძიმე პერიოდი უდგას ქვეყანას და ცოტა ისეთი ტრისის ქუზე არ მინდა წალი დავაცხა, თორე იმდენი საკრიტიკო აქვს ეხლა დღევანდელ ხელისუფლებას ის სიტუაციაც რაც არის შექმნილი გარკვეული შეცდომის ბრების ბრალია, იმიტომ რომ ვიცით რაშია საქმე მეგობრებო, რომ ყველა რგოლში, ყველა სტრუქტურაში რო იყოს მართლა ის ხალხი, რომლებიც მიმსახურებენ იქ ყოფნას, ჩვენ აი ეს სიტუაცია დღეს არ გვექნებოდა. სამწუხაროდ ეს არის შედეგი იმისა, რომ აი ამ ჩანერგილმა ხალხმა, ჩანერგილმა პორტირებულმა ნაცებმა მოიტანეს ეს სიტუაცია. თუ არ წავიდნენ თვითონ არავინ არ უშვებს. ის ხალხი კიდე ვინც კი რაღაცა იმსახურებს, ის ხალხი გარეთ არის დარჩენილი. ეხლა ამდენი ხალხი ადგილი განთავისუფლდება, იმედია რაღაცა კიდე ნაცებს არ დაასაქმებთ იქა იმ ადგილებში, სადაც ეს ხალხი წამოვიდა. რა, რამდენი ხანი შეიძლება მართლა ამ ნაცებს ველოლიაოთ მართლა რა. ამ დროს პატიოსანი ხალხი რამდენი ვიცი უმუშევარი არის და რაღაცა ვერაფერს ვერ შეულობს. და ისეთმა ორგანიზაციებმა გააკეთეს განცხადებები, რომელიც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ისინი ხმას აღიმაღლებდნენ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველანაირად არ იყო ზედმეტობა მათგან მოსალოდნელი და მათმა გააკეთეს ეს სხვადასხვა ორგანიზაციები, ხა არ მინდა შეგნებულად ჩამოთვალო. ხელისუფლების საწინააღმდეგო. საწინააღმდეგო, მათ შორის ჩვენი კოლეგები და სხვადასხვა ადამიანები, რომელმაც გააკეთეს და ეს მე ძალიან გული მტკივა, რომ როდესაც მე ამ ყოველივეს ვხედავ, როდესაც ფაქტიურად ანუ ცდილობენ ესეთი ორგანიზაციები, რომ აი აფსაიდში დატოვოს ხელისუფლება და არ უნდა დარჩეს აფსაიდში ხელისუფლება. ხო არა, თქვენ სწორედ ხო ვიღაცა ხო უნდა თქვა, ეხლა მე ვერ გავიგე, ეხლა ადვოკატთა ასოციაცია თუ კი გმობს ზალადობას, მაშინ დაგმოს ის რომ რაც გააკეთა აი ამ ადამიანებმა პოლიციელების მიმართ, იმ სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. რო აჩვენებთ ერთ-ოდ კაცო, ამერიკაში ტყვის როლის უფლება აქვს, ეგ კაპიტოლიუმში რო შევიდა, ისე მოკლეს ის ადამიანები, მოკლეს. და ვინმე გამოვიდა და ამერიკაში გმობს არა გვი ადამიანების კრელობა. ვინმე თქვა? რომ მიდიხარ შენ და პოლიციელებზე შეტევა რომ მიდის და იქ რომ იმ ესწრი რაღაცებს, იქ უკვე პოლიციას აქვს უფლება რომ გამოიყენოს ზალა. იქ რომ ჟურნალისტს რომ მოხდა, კაცო, თქვა იმ იმას, რა ქვია, იმ გაფრინდაშვილი. რა გიდოდა შვილო, რატო იყავი გაჭყერილი შუაში? გამოსულიყავ იქიდან რატო დადიო? აი უყურებდი სპეციალურად ვიცოდი რაღაცა მოხდებოდა. დადიოდა ეუნებოდნენ, ქვა მოხდება. არა, იდგა იქ შუაში და მე ეს ყველაფერი დაბრალდა ხელისუფლება. რა შუაშია ხელისუფლება მაინტერესებს. და ის რომ არა, მასეთ დროს ნიკოლოზ შეიძლება ბევრი ცუდი ინციდენტი მოხდეს, როდესაც ადამიანი ჩხუბობს, ხელს იქნევს, რაღაც იქნევს. არა, ხო, მაგრამ შენ უნდა განერიდო სიტუაციას, ეხლა როცა ეხლა ტყვიების ზუნია, ხო, უნდა დაუდგე ტყვიას, არა? და მე ერთი რამეა კიდე უყურეთ, რაც ხდება ეხლა ამ ქვეყანაში, ხო? ეს ეხლა იცით რა, თუ მალე არ აღიკვეთა ეს ყველაფერი. თუ მალე არ აღიკვეთა, ეს გადაიზრდება ქაოსში უკვე რა. იმიტომ რომ ერთმა სტრუქტურამ წარმოადგენელმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ მივდივართ. მეორე, მე მესამე და ყველა თუ განცხადება დაწერა და წავიდა სამსახურებიდან, ეს ქვეყანა ხო პარალიზებული იქნება რა. ეხლა შეიძლება რომ ჩამოვაშლევინოთ ამათ ხელისუფლება? თუ ვინმეს ქონდა ილუზია, რომ აი რაღაცა რაც ეხლა განცხადება გაკეთდა, მე არ ამგონია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ქონოდათ იმის განცდა, რომ ეს განცხადება რო გაკეთდა ევროკავშირთან დაკავშირებით, არ მოყვებოდა ამას ეს ამბები. არ ვიცი, ესეთი განცდა ქონდათ, რომ არ მოყვებოდა. მე მგონი, რომ მოყვებოდა. ნახეთ, რა კარგი განცხადება, ანუ სწორი შეფასება გააკეთა ბატონმა კობახიძემ და ეს განცხადება იყო სწორი. განცხადება იყო ისეთი, რომ
ანალიზის საშუალება, ანალიზი უნდა მოვახდინოთ და ანალიტიკური აზროვნება უნდა ჩავთვალოთ ესეთ მდგომარეობაში. ადამიანებო, უფრო უარესია დაგეგმილიო გვეუბნება. ესე იგი, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ უფრო უარესი, ანუ რევოლუციური სცენარი უნდა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში. და ყველაფერს ვაკეთებთო, რომ ეს რევოლუციური სცენარი ავირიდოთო. ყველაფერია ამისთვის, ესე ვთქვათ, მთელი ფინანსური რესურსი, თუნდაც ეს განცხადებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს რომ არ განხორციელდეს, ამისთვის აუცილებელი არის აზროვნება. უნდა ვიაზროვნოთ ჩვენ, რომ ეს არ განხორციელდეს. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ აქამდე თუ ევროპის მომხრე, ანუ ევროპელობა უნდოდა და ეგონა რომ ევროპელი ვარ, ქართველი ვარ, მასაშა და მე ვარ ევროპელი. ხო, ეს თუ უნდოდა 70%, ეხლა უნდა 58%-ს კვლევების მიხედვით. ეს იცით რატომ? იმიტომ რომ რაც ევროპა ჩვენ გვთავაზობ ჩვენს ქვეყანაში, უკვე აღარ უნდა ჩვენ ქართველ კაცს, ქართველ ადამიანს აღარ უნდა რომ რაიმე ფორმით ევროპული ბჭყალებში ფასეულობები გაიზიაროს. იმიტომ რომ ევროპას არ უნდივართ ჩვენ ისეთები როგორიც ვართ. თორემ რას იძახის აქ? ღარიბაშვილი იქნება კი ბატონო კობახიძე თუ სხვა პოლიტიკოსები რას იძახიან? რომ კი დღესვე მოვაწეთ აი ამ ფურცელზე ხელს, არ არის პრობლემა. თუ თქვენც ანალოგიურად მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მივიღოთ ისეთები, როგორიც ვართ. მაგრამ არა 33 წელი ხო ხეხეთ ცხვირით და ხო ვიარეთ ევროპისთვის, ხო სისხლი დავყარეთ არაერთ საერთაშორისო ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო მისიებში ვიყავით გაწევრიანებული და რა ვიცი, ქართველი კაცი კვდებოდა აი ამ მისიებში, რისთვის ღმერთმა იცის ჯერ კიდევ. ეგ ისტორია გვიჩვენებს, ოდესაც დრო გავა. 33 წელი აი ესე დავდიოდი, დაყვებოდით, პატარა ბავშვებივით. იმის იმედა თუ დღეს თუ ხვალ თქვენი კავშირის წევრი გავხდებოდით. მაგრამ აღმოჩნდა რომ მოტყუებულები ვართ და ეს გავიაზრეთ რომ მოტყუებულები ვართ და რომ გეუბნებით სიმართლეს რომ რატომ გვატყუებთ, მოდი დავწყდეთ ვილაპარაკოთ როგორც თანაბარ უფლებიანები, ეს არ გინდა თქვენ. ეხლა გამოდის ევროკავშირის ელჩი და ამხნევებს და მოუწოდებს აქციის მონაწილეებს. ეს არის პირდაპირ პროპაგანდა იმის რომ რევოლუცია უნდათ რომ განხორციელდეს ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ ამას არ დაუშვებთ. მე როდესაც ვიძახდი რომ ეს პირველი არხი არის ამ ლესბოსელი ქალი, ეს ბერძენიშვილის და აი ამ თავმოტალეპილი თავიანი მაღლაპერიძის მეთქი გასაგდებია. გუშინ წირო დაუთმეს ეს ეთერი აი მას, რა ქვია, ნაცებს. რატო დაუთმეს ეთერი? აი რა უფლებით შეიყვანეს და შეიპატიჟეს, დაეკეტათ კარები, თუ ვინმე ძალას იხმარდას, ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული, რომ ესე იგი ჩვენ რომ მივიდე დაგვითმო. ხო, არა, ვერ გავიგე, რატო ალაპარაკეთ, ესენი ვერ გავიგე, ეს ვასიკო მაღლაფერიძეს მინდა მივმართო, სააკაშვილთან რო იყო, შევარდნაძესთანაც იყო, ეხლა გადასახტობად ემზადება, რომ ახალი მთავრობა რომ მოვიდეს ვიღაცა მაგის ჭკუით, იქაც გადახტება რა. თან მივიდა იქ რაღაცა დაიმითომ შეეპასუხა რა. ეს ხო დადგმული, მე რამდენად უყუროთ ამ სპექტაკლს პირველ არხზე. ყოველთვის ასე ხდებოდა, როცა რაღაც გადატრიალების სუნი იქნებოდა, იქ მივიდოდნენ ეს პირველ არხთან, ესენი შევარდებოდნენ, დაუთმობდნენ ეთ, რატო ვერ გავიგე, უამრავი ადამიანი მოსულა თქვენთან პირველად დაგითმიათ ეთერი თქვენ? დაგითმიათ? შეიძლება კაცო ეს ყველაფერი და პირველი არხი ისე აშუქებდა იმ მოვლენებს, რა ქვია, იმ როდესაც ეს აქციები მიდიოდა, რომ ვერ გაიგებდი, მიდიოდა კადრი კომენტარი არ იყო. აი რა უნდა გაიგო მითხარი. არ ყავ ჟურნალისტი რომ კომენტარი გაეკეთებინა იქა? და რამდენი ადამიანი 5-10 რამდენი $5,000 აქვს იმ თიკო ბერძენიშვილს. $5,000 აქვს მოღალატეს ქვეყნისას, კაცო. შეიძლება ეგეთი რა. ხო და ამიტომ თუ დრო უნდა დადგეს მართლაც და ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს ვინ არის მისიანი, ვინ არის არამისიანი. ესე უფრო გაუადვილდება სიტუაციის მართვა, ესე უფრო შესაძლებელი გახდება რომ სადავეები ხელში სრულფასოვნად გქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის ექნება ღალატს ადგილი, იმიტომ რომ წლებია ეს ადამიანები ჩანერგილები არიან და როცა უნდა ამას ჩვენი სამწუხაროდ ანუ ამ აგენტურას იყენებენ ჩვენი თანამოქალაქეებს, იყენებენ ის სახელმწიფოები, რომლებსაც ჩვენთან რევოლუციის მოხდენა უნდა. როდესმე შეიძლება რომ
აღარ ვილაპარაკოთ ამ რაღაც სცენებზე, რომ აი ვიღაცას რევოლუციის მოწყობა უნდა, ჩვენი ქვეყანაში ესეთი რაღაც აქციები არ უნდა იმართებოდეს, სადაც ძალადობა შეიძლება ქონდეს ადგილი. ხო შეიძლება რომ ეს თემატიკა დამთავრდეს და სხვადასხვა თემებზე ვილაპარაკოთ, მაგალითად რაღაცა კონკრეტულ ეს იურიდიული საკითხები იქნება თუ არა იურიდიული საკითხები იქნება. მაგრამ არა გვაქვს ამის დრო, ეხლა მე რომ დავжди აქ და რაღაც რა ქვია კონსტიტუციის ესა და ეს მუხლი გესაუბროთ, ან სისხლის სამართლის კოდექსის ესა და ეს მუხლი. ხო მეტყვით რა დროს ეგარიო, ხო? ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და უნდა დაუდგეთ ხელისუფლებას ეხლა ისე როგორც არასდროს. ეხლა სჭირდება მათ გვერდში დადგომა. თორემ უამრავი ღალატი ნახა აი ამ სცენარიდან გამომდინარე ქართულმა ოცნებამ. მე არასდროს არ ყოფილ ვარ ისე განწყობილი, კეთილგანწყობილად, ისე როგორც ეხლა ვარ ქართული ოცნების მიმართ და რატომ იცით? იმიტომ რომ მათი საგარეო კურსი არის ჩემთვის მისაღები. და ეს საგარეო კურსი სწორედაც ნიშნავს იმას, რომ არის ნეიტრალიტეტი. ისინი მიდიან იმისკენ, რომ ჩვენ ვიყოთ ნეიტრალური ქვეყანა. რაც აბსოლუტურად ყველაფერს დაამშვიდებს და ყველაფერს დააწყნარებს. ეს ნეიტრალიტეტი გულისხმობს, რომ რუსეთთან დაალაგდება ურთიერთობები, აღარ იქნება ეს სულ საომარი მდგომარეობები, არასდროს არ ჩავერთვებით აი ამ მოგონილ სამხედრო ორგანიზაციებში, როგორიც არის ნატო და სხვა კიდე მისიებში და ვიქნებით წყნარად და მშვიდად, ერთხელ და სამუდამოდ. ხომ გავიზარდეთ ცოტათი როგორც ერიხო შევდექით მე გულისხმობ ახალი ისტორიიდან. რა თქმა უნდა ძველ წარსულზე ვლაპარაკობთ. ხომ უკვე გავიზარდეთ, ყველანაირი უნარჩვევები ვართ, რომ ჩვენ ერი ვართ, შემდგარი ერი ვართ. და ევროპას ჩვენი გადაგვარება უნდოდა, ხალხო. ვერ ხედავთ რა უქნეს ჩვენს ქალებს, ჩვენს კაცებს რა უქნეს, ვერ ატყობთ. 50%-ზე მეტი ჩვენი ქართველი ქალი, რომ გახიზნულია ევროპაში და 60%-ზე მეტი კაცი როა გახიზნული და ზოგს ყური გაახრეტინეს, ზოგს უამრავი რაღაცა ტატუ დაახატეს. იმიტომ რომ ჩვენ გინდა არ გინდა ანუ გვინდა რომ მათი სოციუმი გავხდეთ, სადაც არიან იქ ევროპა იქნება თუ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება. ქართველი კაცს აღარ გავს და ქართველი ქალი ქართველ ქალს აღარ გავს. ეს ხო შეგნებულად ხდება, ეს ხო დაგეგმილია. ამიტომ ეს თუ არ გვინდა, უნდა ვიყოთ ჩვენ ნეიტრალურები. არ გვაქვს იმის დრო, რომ ვინმეს ვეომოთ, ამაში დრო არ უნდა ვხარჯოთ, იმიტომ რომ სოციალური უამრავი პრობლემები გვაქვს. რა დროს პოლიტიკურია, სოციალური პრობლემები გვაქვს. ეს მევახშეური ბანკური სისტემა უნდა ჩამოიშალოს. ეხლა არის ეს დრო, რომ ჩამოიშალოს. მაგიტომ გეუბნებით, ეხლა ჭირდება ქართულ ოცნებას თქვენი და ჩვენი თანადგომა. ისე როგორც არასდროს. ამიტომ გონსმოდით და დაფიქრდით, რომ ევროპამ წაგვლეკა ეს მთელი 30 წელია და გლეკავს და ეხაც იგივეს აკეთებს. არ ეპუება რომ ჩვენ მონობიდან უსხლდებით მათ, არ ეპუება ამას და ყველაფერს აკეთებენ რომ როგორ კიდევ დაგვამონოს. არა. ერთი რამეა რა, რომ ჩვენ აი მე კიდევ პირველ არხს მინდა დავუბრუნდე. აი ეს მოღალატე ვასიკო მაღლაფერიძე, რომელმაც პირველ არხი გაუხსნა აი ამ ნაცსექტანტებს. აი ხო ვიძახდი რომ პირველი არხზე არიან მოღალატეები მეთქი, ხო ვიძახდი 5000 დოლარით ისთვის დაუნიშნეთ ხალხო აი ამ თიკო ბერძენიშვილს რომ ეს პირველი არხი გამხდარიყო ნაცპროპაგანდისტების სათარეშოდ. ძნელბედობის სახელმწიფო არხი, მე ვერ მოვთხოვ კერძო არხს იმას რომ სახელმწიფო რომელიც ჩვენგან ფინანსდება ის სახელმწიფო ტელევიზია ჩვენი გადახდილი ფულით ფინანსდება. შეიძლება ხალხო ესეთი რაღაცა, შეიძლება გაგიგონიათ ასეთი რაღაცა, გაგიჟდება კაცი რა. რა უბედურება გჭირთ, რა არის ესა რა? კატასტროფა, სრული კატასტროფა არის, რაც ქვეყანაში ხორცედა. ეხლა რამდენიმე წუთით გავალთ შესვენებაზე, არ გადართოთ დარჩი ტელეკომპანია სეზონზე.
ვაგზელებთ მაუწყებლობას ვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით და მოვიხილავთ ჩვენ მიმდინარე პროცესებს ბატონი ლექსო კობაიძეა ჩვენი გადაცემის სტუმარი და ესე იგი მე მახსენდება დიდი გუბოზის სიტყვები ხალხის დატარებასთან დაკავშირებით აქეთ-იქით რომ დაატარებენ ხალხს ნუ დაატარებთ ამ ხალხს აღმადაღმა კარგით ბატონო გუბოზ ნუ დაატარებთ ამ ხალხს აი რატო დაატარებთ მართლა ამ ხალხს აქით-იქით რა გინდაც ეს მასა გაზარდეთ გინდა იქით გაიყავით გინდა აქით რა მნიშვნელობა აქვს მაინტერესებს თქვენი მიზანი ვერ განხორციელდება იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოში ხედავთ რომ უნდათ სარევოლუციო ფონის აწევა ხედავთ რომ ეხლა რაღაც გარკვეული სტრუქტურების საქართველოს ბანკი ეს რაღაც კერძო უწყებები რომლებიც არიან და არც თუ ისე შეიძლება ესენი ჩართული არიან ამ პროცესებში და მაგრამ ამით რა თქვენ გონიათ ქვეყანას ჩამოშლით ვერ ჩამოშლით ქვეყანას თქვენ ვერ ჩამოშლით იმიტომ რომ საქართველოს საკითხი მარტო ჩვენი გადასაწყვეტი არ არის აქ ჩვენი მეზობლები არ დაუშვებენ პირველ რიგში იმას რომ აქ ნატოს და აი მოღალატეების დროშა მიფრიალოს ამერიკელების თქვენ როგორ ფიქრობთ ეხა თურქებს აზერბაიჯანელებს რუსეთზე აღარცა მაქვს ლაპარაკი აწყობთ აქ რომ ახალი ცეცხლის კერა გაიხსნას და აქიდან საქართველოსთან ქონდეს პრობლემა აზერბაიჯანს თურქეთს რუსეთს ქონდეს იმით რომ კიდე შემოვიდეს ის ძალა რომელიც გააღვივებს ახალ ომს თქვენ როგორ ფიქრობთ ამას ვინმე დაუშვებს აქა ეგეთი რამე გამორიცხულია ხალხო ეგეთი რამე არ მოხდება აქ ქვეყანაში ეს არ მოხდება და ეს გაითვალისწინეთ იმიტომ რომ არავის ინტერესებში არ არის რომ საქართველოში დაიცოთ ცეცხლი ეს გამორიცხულია ხო გამორიცხულია და აქ ეხა ბაზი რო იძახის რომ დაატარებ ხალხს ანუ კი ბატონო ხალხმა ანუ გადაადგილება შეძრუნ ამაში ცუდი არაფერი არ არის თავის პროტესტს გამოხატავენ ვისაც უნდა და აქ ცუდი არაფერი არ არის რომ მშვიდობიანი იყოს ეს თავარია ბატონ ნიკოლოს ეს ყოველივე არათუ რაც ძალადობაში გადაიზარდოს მაგაზე არავინ არ საუბრობს და მე მაგის მომხრე ვარ კიდევაც რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანი კანონის ფარგლებში თორე ყველამ უნდა გამოხატოს თავის პოზიცია მაგრამ ფაქტი ერთია რომ უმრავლესობა არის დღეს ქართული ოცნება და სწორიც არის რომ სადაც არ უნდა შევიდეს პარლამენტში შევა ხალხი თუ ნებისმიერ სტრუქტურაში ანუ აქ იმის შესაძლებლობა არის კანონით ყველაფერი ისე დარეგულირებელი რომ შესაძლებელი სამართლებრივი რეაგირება მიეცეს ამიტომ აქ უცნაური არაფერი არ არის ხალხს თუ სურს რომ კონკრეტული პოზიცია გამოხატო აი ეხლა ხანს მაგალითად გუშინ წინ რაც არ უნდა მარაზმი იყოს და ფაქტი იყოს საქართველოს ბანკმა გააკეთა განცხადება რომ ისა რა ქვია ემიჯნებიან ანუ ფაქტიურად ამიჯნებიან ამ ხელისუფლებას და უნდათ ევროპისკენ საქართველოს ბანკმა გააკეთა ხალხო განცხადება სადაც ეგრეთ წოდებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 15% დაახლოებით და შიდა პროცენტები დაახლოებით ადის დაახლოებით 20%-დან 32%-მდე. აი ესეთი
ესეთი საფინანსო ორგანიზაციები არიან ფაქტიურად ეხლა ანუ ოპოზიციაში, იმიტომ რომ ესენი ხვდებიან რომ შესაძლებელია დღეს თუ ხვალ დაკარგო ძალაუფლება. და ჩვენც ეგ გვინდა რომ ესეთი სისტემები არ იყვნენ და დაკარგონ ძალაუფლება. მაგაზე ვსაუბრობ უკვე რამდენი ხანია რომ ესეთი როგორიც არის საქართველოს ბანკი, ნუ ნებისმიერი TBC თუ სხვა ეს ერთ ქვაფში რომლებიც იხარშებიან და ხალხს რო ატყავებენ. ესენი საერთოდ უნდა გაქრნენ ჩვენი ეკონომიკური სივრციდან და ჩვენი რეალობიდან. ამისთვის უნდა ვიყოთ გზა და ამისთვის უფრო უნდა იბრძოლოთ რომ უკვე ლუსტრაცია ხდება რომ ვინ უჭერს აი ამ აქციებს ხარს და ვინ არ უჭერს. ამაზე გაამახვილეთ ყურადღება. მე ერთი რამეა კიდე დაუკვირდით ბატონო ლექსო. ესე იგი მე არ ვიცი ვინც ამ ქვეყანამ შეიფარა ყველა როგორ მტრად მოგვეკიდა. ამ აქციებზე ძალიან საგრძნობი იყო უკრაინელების ყოფნა, მთელი ეს უკრაინული დიასპორა უკრაინული დროშებით იყვნენ გამოჭიმული. მე ვერ გავიგე თქვენ თუ გიდათ ვიზიკოებო ბრძოლა წადით აგერ რუსებს თუ გიდათ როიძახით რუსების ვებძვითო წადით აგერ არის კაცო ესა ომი და წადით და ებრძოლეთ იმ რუსებს რა გიდათ ამ საქართველოს და მიგიღეთ მიგი ჩვენ მოვიკელით ჩვენი ლუკმა გიწილადეთ და აქ გვითემცეთ ხელისუფლებამ არ შემოუშვა კი ბატონო ეხა იგივე და რა ვიცი მე რა გიდათ თუ გიდათ ამ რუსებთან ბრძოლა ომი ისედაც აგაქვთ და წადით და იომეთ იქა აქ რო წამოსკუპულ ხართ და მე კიდე რა უბედურება ეს ესეთი აი გურიაში იტყვია ზედმეტ სიკეთეს რო აკეთებს აბდალია ესეთი აბდლური პოლიტიკა რა შეიძლება კაცო ვერ გავიგე ჩვენი დევდილები ყავს დაუბინავებელი და უკრაინელებს რო გადავყვეთ აქ რამეში ერთი უკრაინელი გინახიათ მადლობა თქვას ხელისუფლებაზე გინახიათ თქვენ ხო ეგ კიდე თალკე პარადოქსია მე არა რიგით უკრაინელზე გეუბნები ხელისუფლებაზე კი არ გეუბნები რიგითი უკრაინელი მე არ მინახე გამოსული ხო ხელისუფლება გინახავს არა ხელისუფლება გვებძვის ეს მე ვამბობ რომ უკრაინელები შევიფარეთ მაინც გვებძვის და ეს რიგითი უკრაინელი აქ რო ცხოვრობს ბაღები რო გაუხსენით სკოლები გაუხსენით დახმარება მივეცით რო გამოსულიყოს და ეთქვა და მადლობა საქართველოს მე ეგეთი არ გამიგია არ გამიგია და არც გვინახავს ეხა მოდი გავიხსენოთ ეხა წინა საარჩევნო პერიოდი, როდესაც ქართული ოცნება ატარებდა ეს თქვა კამპანიებს და ხვდებოდა ხალხს, არც ესეთი უკრაინელი და არც ეს უკრაინული საკითხი არ იყო აქტუალური. იმიტომ რომ უკრაინელები სამწუხაროდ არ უდგან ანუ ჩვენს ხელისუფლებას გვერდით, იმიტომ რომ რა ვიცი, აჯერებენ რომ თურმე რაღაცა სხვა მიმართულებით მიდიან და რატო ავიწყდებათ რომ ჩვენმა ქვეყანამ ამ ხელისუფლებამ შეიფარა ეს ხალხი. და ამ ხელისუფლებამ მიიღო ჩააცვა სახლი მიცა, კარი მიცა, თბილი გარემო მიცა, თუნდაც ბიზნესის კუთხით რომ ბიზნესი აკეთონ, სხვადასხვა სექტორებში რომ დასაქმდნენ, კონკურენციაში რომ შევიდნენ სხვადასხვა სექტორებში. და რა ვიცით, ეს მართლაც დაუფასებელია ეს ყოველივე ხელისუფლების მიმართ და კარგი იქნება რომ ამ ყოველივეზე ნუ ვიღაცა მაინც დაინტერესდეს და ერთი განცხადება მაინც გაკეთდეს. ძირლობა ეს იყო ეს ჯანდაცვის მინისტრი ამირან გამყრელიძე რომ გამოვიდა ეს არაკაც კაცმა მილიონობით ფული შოვა ეგ კაცი დასაჭერია ვერ გაძღა ან როგორ არ დაიჭირეს ეს ამირან გამყრელი მაგი და მისი შვილი მოითფეს ხელი ესე იგი ამ ჯანდაცვის სისტემაზე გამოეთრა ეს არაკაცი და ეს და კვირიკაშვილი კიდე და შეიძლება მართლა ვერ გავიგე რა უბედურება ეს რა გჭირს ცოტა გამოიხედეთ ისეთი ხალხისგან ვინც სახელმწიფო მე ამ ხელისუფლებისგან პირიქით წედის და გულისტკერის მეტი არაფერი არ მახსოვს ამ ხელისუფლებისგან და ვერ გავიგე არასდროს არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება არც თქვენ არც მე რომ ეხლა ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გამოკეთებია ამირან გამყრელიძემ ბატონო ნიკოლოს თელი ჯანდაცვის სისტემა გაანადგურა. ამას გეუბნებით პირდაპირ, იმიტომ რომ ჩახედული ვარ მის სისტემაში, როდესაც ის იყო მართველი და ხელისუფლებოდა ეგრეთ წოდებული პანდემიის დროს სიტუაციის მართვა, ამ ადამიანმა და მისმა შვილმა, როგორც აღნიშნე, მართლაც და მილიონები იშოვეს და მე დღემდე ვარ გაკვირვებული, როგორ არ დაიჭირეს ეს ადამიანი, ან როგორ აპატიეს ამ ხელა სახელმწიფო ფულის ჯიბეში ჩადება. ეს არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ეს ადამიანი ახორციელებდა ანტისახელმწიფოების საქმიანობას აი პანდემიის დროს და მის კისერზეა უამრავი ადამიანის სიკვდილი, რომელსაც პანდემიის დროს დაიღუპა. და არ ვიცი, ალბათ რა ვიცი, ამაზე აი ესეთი ადამიანებზე რო დგას ხელისუფლება, რომლებიც
აბსოლუტურად მოღალატეობრივი ქმედებებით გამოირჩევა, იმიტომაც არიან კაი დღეში. და ძალიან ცუდია, რომ ჩვენ როდესაც გულანთებული ადამიანები, გულანთებული პატრიოტები რომ რაღაცას ვიძახით, უფრო ესე ვთქვათ, სხვანაირი დამოკიდებულება აქვს, უფრო სხვანაირი ვიდრე მაგალითად ნაციონალურ რაღაცა თქვას, ეხლა მაგალითად და იმათი უფრო ესმით. ეს არის ცუდი, თორე რამდენჯერ მე მაგალითად სოციალურ საკითხებზე მისვლა პირველ ახს რომ მინდა ვისაუბრო, ხო? მიმიყვანია მაგალითად რომ აი გამოგდებულები ბანკიდან წართმეული ქონებებიდან სხვადასხვა პატიმრები რომ რაღაცა ეთერი მოეცათ პირველ ახს პატიმრების ოჯახის წევრებზე მაქვს საუბარი და ასევე სხვადასხვა სოციალურ მოწყვლადი ჯგუფები მიმიყვანია და მithქვამს რომ მოდი რა რაღაცა ეთერი დაუთმე საზოგადოებრივი მაუწყებელი ხარ და ეს საკითხი აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში შენც არ მომიკვდე ყურად აი ყურშიც კი არ შეუშვია დაწერე განცხადება და განვიხილავთ ბორდი განიხილავს და დღემდე ველოდებით რა ვიცი 1-2 წლის უკან თუ 3 წლის უკან მაქვს ეგეთი მსგავსი ტიპის განცხადებები დაწერილი და დღემდე არა გვაქვს პასუხები და დღეს მიდის ნინია კაკაბაძე და ეგეთი საზოგადოება და ჩვეულებრივ მიდიან კარებს აღებენ შედიან და ხდებიან და საუბრობენ არ ვიცი ეს მიდგომა უნდა დამთავრდეს ესეთი მიდგომები ვერ წავალ წინ. ანუ შენიანი თუ არ იცი რომ შენიანია. ხო? აბა მაშინ რა აზრი აქვს ეხლა თუნდაც ჩვენს ლაპარაკს რა აზრი აქვს. ჩვენ თუ ეხლა იმის მოლოდიში უნდა ვიყოთ რომ ეს რა ქვია მედროვე ოპოზიცია უნდა მოვიდეს ისევ ხელისუფლებაში. ხო ყველგან არიან და ყველა ხელისუფლებაში არიან. ბატონ ნიკოლოზ ნაპყოფი ეგეთი რამე გინდა ხავს ყველა ხელისუფლებაში არიან ნაპყოფი კი ბატონო და ეს მედროვე ოპოზიცია რო უნდა მოვიდეს ახლა ამის სურვილი რო აქვთ და ხელისუფლება ამ ყოველივეს რომ არ ეწინააღმდეგება ხა ხელს არ უწყობს გასაგებია მაგრამ ხომ არ ეწინააღმდეგება რაღაც ეტაპზე ჩვენ გვინდა რომ შეეწინააღმდეგოს მაგალითად ბატონ ვასილს უთხრას ვინმემ რომ არ შეიძლება რომ ხელისუფლებიდან უთხრას ვინმე რომ არ შეიძლება რომ ეხა ნაციონალურ მოძრაობას გაუხსნა კარი და ასაუბრო. მე ერთ რამეს ვიტყვი რომ აი ჩვენ როდესაც თაობაზე ხშირად ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები გამოგვიყვანია აქციებიდან ისე არ გვინდა შეექმნა შტაბ-ეტილება თითქოს ესენი არიან უმრავლესობა. აი ხა ძალიან მესიამოვნა ახალგაზრდების ჯგუფი რომ გამოვიდა და საკმაოდ ისეთი კარგი განცხადება გააკეთეს და მე მინდა მოგასვეინოთ ეს განცხადება. ჩვენ აქ შეკრებილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტი აქტიურად ვადევნებდით თვალს უნივერსიტეტში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და გსურს ერთხმად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. უნივერსიტეტი უნდა იყოს ნეიტრალური პარტიული პოლიტიკისგან. მოვითხოვთ ყველა პოლიტიკური ძალისგან, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიებისგან, პატივი ეცით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტონომიასა და მის ფუნდამენტურ ისტორიულ მნიშვნელობას. ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა მივიჩნევთ, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა ცდილობდეს შიდა საუნივერსიტეტო საქმეებში ჩარევას და სასწავლო პროცესის ჩაშლას. მიუღებელია პირდაპირი პოლიტიკური მოწოდებები, ისეთი ქმედებების მოწყობა, რომელიც არღვევს ხელისუფლებებს, გმობთ ისეთ ქმედებებს, რომელიც საუნივერსიტეტო სივრცეში იწვევს სტუდენტებისა თუ პროფესორ-მასწავლებლების შეურაცხყოფას. ამავდროულად მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტს ყავს 7 ფაკულტეტის პროფესორთა და 16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელთა მიერ არჩეული უმაღლესი მმართველი ორგანო, აკადემიური საბჭო და მის მიერვე არჩეული რექტორი. შესაბამისად ამ ინსტიტუციების მიმართ პატივისცემა საუნივერსიტეტო ცხოვრების ნაწილია. უნდა დასრულდეს დაუსაბუთებლად უნივერსიტეტის ავტორიტეტის ხელყოფა. აქვე გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თუ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, აუცილებელია უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე ადმინისტრაციის, რექტორატის და განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტთა ჯგუფის კონკრეტულ მაგიდასთან მისვლა და პრობლემის გადაწყვეტა. მადლობა ყურადღებისთვის. ასე რომ ჩვენ გვყავს თაობაც, ჩვენ გვყავს ახალგაზრდების და ეხლა იცით რა არის? სულ 10-15,000 კაცის გამოვიდეს, ეს არ არის საქართველო. და იმდენს ნუ იზამთ რომ მართლა გამოგვიყვანოთ ჩვენ მოსახლეობის უმრავლესობა ვინც ჯანსაღად სახელმწიფოებრივად აზროვნებთ იმიტომ რომ თქვენ ეთყობა დაგავიწყდათ საქართველოში ქართველი ხალხი ვინ არის და გაჩვენებთ თქვენ ბოლო-ბოლო ამას ვინ არის ქართველი ხალხი საქართველო არ არის მესაჯდომეების და სოდომისტების ქვეყანა რომლებმაც წაბილწეს ეს რუსთაველი და თავიანთი აებეთი ვაკხანალიებით ეს არ იქნება, ეს არ გაგრძელდება და ყველაფერს წერტილი დაესმევა.
დიდი მადლობა მინდა ბატონ ლექსო კობაიძე, ადვოკატი უფლებადამცველი, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო. დიდი მადლობა ბატონ ლექსო და ჩვენ ამით დაგემშვიდობებით და ხვალ შევხვდებით ერთმანეთს 9 საათზე კარგად ბრძანდებოდეთ.